ყოველდღიურად სისტემა იგონებს ახალ მექანიზმებს, რომ ეს ხალხი გააჩეროს და რაღაც თვითცენზურა ჩამოუყალიბოს. მაგალითად, გიორგი, თქვენ დღეს 3 საათზე ხართ სასამართლოში დაბარებული, რადგან პოსტი დაწერეთ მიმართავდით მარიამ ლაშხს. ხო, მოდით ამ თემაზეც ვისაუბროთ. რა სიტყვა გახდა ის, რამაც ააღევა ასე მარიამ ლაშხი? მარიამ ლაშხი არ ააღევა, იმიტომ რომ გაირკვა, რომ დეტექტივმა ესე იგი ბურჯალიანმა ამ შემთხვევაში აღმოაჩინა შემთხვევით 10 ივნის, რომ მე 1 ივნის მაქვს დაწერილი ეს კომენტარი, მას საინტერესოდ უწერია ოქმში, რომ ჩემს Facebook გვერდზე შემოვიდა სამართალდარღვევის ესე იგი აღმოფხრის მიზნით, დაფიქსირების მიზნით და არა აღმოჩენის და ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე როგორც ჩანს აღმოაჩინა, რომ მე მოქალაქე მარიამ ლაშხს ამ შემთხვევაში და პოლიტიკოს ჩემ პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევ და ეს ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში სულად ჯდება, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობას ვაფასებ როგორც ჭყალებში სამშობლოს მოღალატეობა და თანამედროვე ბოლშევიზმი და ამის შემდეგ თურმე ამ დეტექტივმა შეამოწმა არის თუ არა მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრი და რომ გაირკვა, რომ პარლამენტის წევრია 10 დღის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ოქმით მიმართოს უკვე სასამართლოს და ახლა უკვე სასამართლო პროცესი არის. ეს, რა თქმა უნდა, არის არნახული რუსეთის იდენტური 2014-2019 წლებში, აი ამ პერიოდში რუსეთში იწყებოდა სწორედ ეს დიქტატურა, როცა სოციალურ ქსელებში პოსტების გამო აჯარიმებდნენ და ადამიანებს და აკავებდნენ მათ შორის. მერე გადავიდა ეს ლაიქებზე, კომენტარებზე, რეპოსტებზე. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად მაგ მიმართულებით შევედით, მე არაერთხელ მithქვამს, რომ ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი. ეს არის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ქმნის დღეს საქართველოში და ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე. სწორედ ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ყველა ადამიანს შეეხება ეს და ამიტომ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს გიორგი, რას აპირებთ დღეს აპირებთ მისვლას სასამართლოზე ადვოკატთან ერთად მიდიხართ თუ აი რა? რა თქმა უნდა, ვაპირებ მისვლას, ადვოკატებიც იქნებიან, მაგრამ ეს არის ახალი ტიპის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერკვიოთ რა ტიპის პრაქტიკის გამოყენებას აპირებენ. უნდა ვთქვათ, რომ რადგანაც ითვალისწინებს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას და 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ჩვენ არ ვიცით რა გზით წავლენ. ჩემი პოსტი უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ორი ქართველი პატრიოტი ციხეში ჩასვეს, ლიკა ლორთქიფანიძე და თათია აფრიამაშვილი 12 დღით და ამას უკავშირდებოდა ჩემი შეფასებები და ჩვენ არ ვიცით რა ტიპის სტრატეგიას აირჩევს თან კლანის მოსამართლე და სასამართლო, რომელიც მართულია სრულად ამ კლანის მიერ და სისტემის მიერ. ამიტომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, არავის არ უნდა შეეშინდეს პირიქით, ჩვენ უნდა ჯარიმის შემთხვევაში აპირებთ გადახდას? იცით როგორ არის და ხო არ ფიქრობთ, რომ რასაც თქვენ გააკეთებთ ახლა ის 20-მდე ადამიანი, ვინც დაბარებული ხართ დღეს სასამართლოში, ეს შემდეგ საზოგადოებაზე აისახება ისე როგორც თქვენ მოიქცევით. მაგალითად, შეიძლება ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში თვითცენზურა. თუ კი თქვენ ჯარიმას გადაიხდით, დაემორჩილებით სასამართლოს და ასე შემდეგ. ჯარიმის გადახდასაც შეეხება ძირითადი ნაწილს შეუძლია, რომ ჯარიმა არ გადაიხადოს, არსებობს მაგის შესაბამისი ხერხები და მე მომხრე ვარ სწორედ ამ გზის, რომ არ მოხდეს ამ ჯარიმების გადახდა. არსებობს გამონაკლისის შემთხვევები, ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ ნამდვილად უმრავლესობას შეუძლია, რომ ისეთ ხერხებს მიმართოს, რომ არ გადაიხადოს ჯარიმა და ეს საუკეთესო ვარიანტია. მეორე საკითხი არის, რომ პატიმრობის საკითხით შეიძლება იყოს დღის დასაწყისში, როგორც დღეს, ასევე ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში, იმიტომ ჩვენ გახსოვს, რომ ადრე თქვენ თუ ჯარიმას არ იხდიან, მაშინ პატიმრობას მოვითხოვთ. უნდა ვიყოთ მზად მათ შორის მაგისტვის და უნდა გავიაზროთ ჩვენ ვიცავთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს და სამშობლოს დაცვა იწყება საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვით, სიტყვის თავისუფლებით მათ შორის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცავთ კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროკავშირში გაწევიანდეს. თუ საქართველოს პარლამენტი ამას არ აკეთებს და ამის წინააღმდეგ მოქმედებს, ესე იგი ეს არ არის საქართველოს პარლამენტი და ეს არ არის კონსტიტუციური ორგანო. თუ ეს არ არის კონსტიტუციური ორგანო, მარიამ ლაშხი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი მაშასადამე. და თუ არ არის პარლამენტის წევრი, მასზე ეს კანონი ვერც გავრცელდება, ჯერ ერთი უკანონო კანონი არის, იმიტომ რომ მიღებულია პარლამენტის მიერ, რომელიც ლეგიტიმური არ არის. შესაბამისად, საკუთარი თაღვი აქვს შეყვანილი ჩიხში. უბრალოდ გამოსავალი ამ ჩიხის არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის დინამიკა პროტესტის, რომელიც იყო და რომელიც შემცირდა, იმიტომ რომ მოქალაქეები სამწუხაროდ ვერ ხედავენ კონკრეტული გამარჯვების გზას.
ამისთვის აუცილებელია მოქალაქეებთან უშუალო საუბარი, რასაც ერთობა აკეთებს უბნებში და პირისპირ ხალხს ესაუბრება და ნამდვილად ძალიან დიდი მხარდაჭერაა არა მხოლოდ დროშების მხრიდან, გარკვეული ტიტუშკების გარდა, ვინც აშკარად პროვოკაციის მიზნით იყო გამოგზავნილი, ძირითადი ნაწილი ძალიან კარგად იზიარებს ამ პოზიციებს და ძალიან მხარს გვიჭერს. საკითხი სხვა რამეშია, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა ამ რეჟიმის, რომ მოქალაქეებმა დაინახონ კონკრეტული გზა როგორ ამას ვახორციელებთ და რა თქმა უნდა ეს ტალღა კიდევ ერთხელ დიდი მასშტაბის პროტესტის უნდა აღდგეს და უნდა არის შექმნილი პოლიტიკური ალტერნატივა? ვინ არის ჩვენი პოლიტიკური ალტერნატივის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც იკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ამ ურთულეს ვითარებაში გაივლის. მე ვფიქრობ, რომ ეს უზრუნველყოფილი არ არის და მოქალაქეებს დღეს არ აქვს გარკვეული კონკრეტული ალტერნატივა, რომ ხვალ თუ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი მთავრდება, ზეგ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა და ყველანაირად სწორად გავინით ამ გზას, ვინ იღებს, ეს გამოკვეთილი არ არის და მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა სწორი და ამ ფორმატით და ამ მიმართულებით იმოძრავონ და ასევე არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკოსებს მეტი ადამიანი გვჭირდება პოლიტიკაში, მეტი სამოქალაქო პირი, ვისაც საზოგადოება ენდობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვისაც დღეს ებრძვის ოცნება, ჩანს რომ ეს ხალხი არის რეალურად საშუალება იმისა, რომ ჩვენ ქვეყანა გავხადოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო. თქვენ ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში მოსვლას? მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ყველანი უნდა შემოვიდეთ პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას და ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ შენ გაქვს ამბიცია, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, ეს უკვე პოლიტიკაში ყოფნას ნიშნავს. რაც შეეხება პარტიაში გაწევრიანებას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასევე არის დეფიციტი იმისა, რომ კიდევ უფრო ჯანსაღი პარტიები იქნებოდეს, ისეთი სივრცეები, სადაც ახალგაზრდები დაინახავენ, რომ ეს არ არის ადამიანების ირგვლივ, არამედ არის იდეების ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფები, რაც არის ევროპაში. და საბოლოოდ ჩვენ უნდა მივიღეთ მრავალპარტიულ სისტემამდე, მართლობის კოალიციურ მართლობამდე, როგორც ევროპაში არის, მაგრამ ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ ველზეც ვისწავლოთ ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია და რა თქმა უნდა სამწუხაროდ დღეს ვხედავთ არასწორ დინამიკას ჩემი აზრით, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ეგ არ არის არჩევნები